მე მინდა რომ პირველ რიგში ვთქვა, რატომ გონია რომ დაიწყო სანქცირება სწორედ საინფორმაციო პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, არხებიდან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმედია რომ ყველას ესმის, რომ იმ პოლიტიკას თუ გააგრძელებს ივანიშვილის რეჟიმი, რასაც ის დღეს აწარმოებს, წინ ჩვენ გველოდება მხოლოდ დამატებითი, ასე ვთქვათ, დამძიმება თუ გნებავთ სანქცირების რეჟიმის სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა წყაროებიდან. რატო ხდება ჩემი აზრით პირველ რიგში დღეს საინფორმაციო არხების სანქცირება, იმიტომ რომ დღეს რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, იმიტომ რომ მათ რეალურად დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩაიგდეს ხელში საქართველოში მართვის სადავეები, იმიტომ რომ დისტანციურად ფაქტიურად რუსეთი მართავს ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვან მის პოლიტიკურ მიმართულებებს. რუსეთის დაკვეთით შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რუსეთის დაკვეთით არ აშენდა მაგალითად ანაკლიის პორტი, რუსეთის დაკვეთა არის, რომ ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ დღეს ერთადერთი რაც რჩება რუსეთს გაუტეხავ, მე ვიტყოდი მთავარ აუღებელ ციხესიმაგრედ საქართველოში, ეს არის სწორედ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არის ძალიან მკვეთრად გამოხატული, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის და ძალიან მკვეთრად გამოხატული იმით, რომ რუსეთს აღიქვავს მტრად საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. ამიტომ საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებაზე ზემოქმედება ეს არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთისთვის და ამ დავალებას შეფარულად შეიძლება და ხანდახან არც თუ შეფარულად და ძალიან ღიად ძალიან წარმატებით, ასე ვთქვათ, ახორციელებს ეს ორი მედია საშუალება, რომელიც დასანქცირდა და მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც საფუძველზეა საუბარი, რატო მოხდა მათი სანქცირება, აქ მხოლოდ უკრაინის კონტექსტში არ იყო ნათქვამი, იქ ასევე მოხსენიებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის ტირაჟირებასაც ეს არხები ეძევიან. ამიტომ სანქცირება დაიწყო მათით. სანქცირება დაიწყო ბრიტანეთმა, იმიტომ რომ ერთადერთი მიზეზით, იმიტომ რომ არ არის დასამალი და შემიძლია თუ საზოგადოებამ ეს არის ის პირდაპირ და ღიად გითხრათ, რომ აბსოლუტური კონსენსუსია დღეს ევროკავშირში იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად სანქცირების რეჟიმი არის ასამოქმედებელი ამ რეჟიმთან მიმართებაში, თუმცა ევროკავშირი საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი. ამიტომ ბრიტანეთს გაცილებით თავისუფლება აქვს, თავისუფლად შეუძლია მოქმედება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ წინ ჩვენ გველოდება საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ევროკავშირის შიგნით, მათ შორის უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები უახლოეს მომავალში და მე მხოლოდ ეს ძალიან საინტერესოა ეს პროცესები როგორ განვითარდება, როცა თქვენ აქცენტს აკეთებთ უნგრეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, ეს რა საკვირველია იქნება ძალიან საინტერესო, მათ შორის ჩვენთვის, ზოგადად ევროკავშირისთვის. სალომე, დიდი ბრიტანეთის სანქციები ეს არ არის რიგითი თემა. დღეს ქართული ოცნება ცდილობდა რომ რაღაც deep state-ის ქმედებად შეეფასებინა, თავად იმედი მაგალითად თავის მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობდა იმაზე, რომ დიდი ფასი არ აქვს მათ სანქციებს, მაგრამ თქვენ გადასარევად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც დიდი ბრიტანეთი აწესებს სანქციებს. ეს იქნება კონკრეტული ორგანიზაციები, რაღაც კონკრეტული კომპანიები, თუ მით უფრო მედია საშუალებები და კი, თქვენ თქვით, რომ მხოლოდ უკრაინის კონტექსტში არ იყო, მაგრამ უფრო დავაკონკრეტოთ ზოგადად რუსული დეზინფორმაციის, ანუ როგორც რუსეთის იარაღი, ხო? როგორც რუსეთის იარაღი, რომელიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. ეს ვერ გამოვა ისე, რომ აი თითქოს არაფერი ხდება. რამდენად დიდი აქვს თავად ბრიტანულ სანქციებს გავლენა. აქჯერ საუბარი არის იმაზე, რომ აქტივების გაყინვა უნდა მოხდეს, ტრასტის მომსახურების აკრძალვა, ასე შემდეგ, დამკვეთები, რეკლამის დამკვეთები, ბანკები, რომლებსაც ძალიან მძიმე დღეში შეიძლება მოუწიოთ თავის ჩაგდება, თუ კი არ დაემორჩილებიან ამას, იმიტომ რომ მაგალითად იგივე საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიბმული, ანუ უზარმაზარი გამოწვევები
განმარტივების წინაშე ხომ დგებიან ეს თავად ეს მედია საშუალებები, მაგრამ აი ამისი გაგრძელება რამდენად მოსალოდნელია, რომ უკვე კიდევ უფრო მძიმე სანქციები წამოეწევა თავად ივანიშვილს და მის პარტიას. წეღან რომან გოცირიძე საუბრობდა გემის დასანქცირებაზე, ყულებში შემოსული გემის დასანქცირების თაობაზე. ხო, ანუ ნახეთ, ივანიშვილის რეჟიმის მთავარი გამოწვევა რა არის? ეს არ არის მხოლოდ ის, რაზეც დაუშვათ ძალიან სამართლიანი პრეტენზიები არის, ხო? ადამიანის უფლებების დაცვას რაც შეეხება და ასე შემდეგ. თავარი ერთ-ერთი პრეტენზია ამ რეჟიმთან არის, რომ ეს არის რუსეთის მოკავშირე რეჟიმი. ეს არის თავარი და აქედან უნდა ამოვიდეთ დღეს ჩვენ. ამიტომ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რაც შეიძლება ხშირად, რომ დღეს ევროკავშირის ნომერი 1 პრიორიტეტი ეს არის რუსეთის შეკავების პოლიტიკის შემუშავება და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს რაც შეეხება. რას ნიშნავს ეს რეჟიმისთვის, რომელიც არის იდენტიფიცირებული როგორც რუსეთის მოკავშირე? ვფიქრობ, რომ თავისთავად გასაგებია, რომ დღეს ივანიშვილთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა მათ შორის განისაზღვრება სწორედ ამ ამოსავალი წერტილიდან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ იმისთვის, რომ ზემოქმედება შეაჩერონ, ესე ვიტყოდი, რუსეთის ზეგავლენა ჩვენს ქვეყანაში, შეაჩერონ რუსეთის მცდელობა, რომ გვერდი აუაროს სანქციებს და დღეს ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მათ შორის ახალი პაკეტი სხვათა შორის, რომელიც ამჯერზე არ დამტკიცდა ევროკავშირის მიერ რუსეთის სანქციების მეოცე პაკეტი, მაგრამ ეს დროებით შეფერხება ძალიან საინტერესოა. უნდა დაეხმაროს რუსეთ სანქციებიდან გვერდის აუარს. მე საინტერესო საზოგადოებას დოკუმენტის განხილვა საგარეო უნდა უთხრათ აუცილებლად, რომ როგორ ატყუებს მათ ქართული ოცნება, ხო? იმიტომ რომ ამ დოკუმენტში სანქციებს რაც შეეხება, ანუ რომელ დამატებით ქვეყნებს, ან რომელ დამატებით სუბიექტებს უნდა დაუწესდეს სანქცია იმისთვის, რომ რუსეთს შეუშალონ ხელი სანქციებისთვის თავის არიდებებისთვის. იქ მარტო საქართველო არ იყო მოხსენიებული. იქ იყვნენ მოხსენიებული სხვა ქვეყნებიც ჩვენი სამეზობლოდან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შეძლეს, რომ წარადგინათ ისეთი დოკუმენტაცია, რომელმაც აჩვენა, რომ ეს არ იყო ასე ვთქვათ, სწორი შეშფოთება ევროკავშირის მხრიდან, მაგალითად სომხეთის შემთხვევაში, მაგალითად იგივე ტაჯიკეთის შემთხვევაში ამოიღეს ჩანაწერი ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი ძალაში რჩება სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მათ შორის ნახეთ, რომ კიდევ ერთხელ ყულებთან დაკავშირებული გემის, ასე ვთქვათ, დაკავება მოხდა და ეს დღეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი და არა მხოლოდ ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს არის სწორედ არალეგალური, ასე ვთქვათ, გადაადგილება რუსეთის ნავთობის და ყველა ვინც ამას ხელს უწყობს, შესაბამისად ექცევა სანქციების სამიზნეში. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ამ ნაწილს. მეორე, რაც შეეხება საინფორმაციო საშუალებებს, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნე. იგივე განახლებული პაკეტის სანქციების, იმიტომ რომ ამ სანქციებით სწორედ გაგრძელდება სანქციების რეჟიმი მთელი რიგი რუსული საინფორმაციო საშუალებებისთვის, იმიტომ რომ რუსული საინფორმაციო საშუალებები არის იარაღი ინგა რუსეთის ხელში და აი კიდევ ერთხელ ანალოგია რომ მოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში რა ხდება. აი მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში დაასანქცირეს სამთავრობო ორი არხი, როგორც რუსეთის გავლენის ინსტრუმენტი, მოდი პირდაპირ დავარქვათ, ამას ქვია თავის ენაზე რუსეთის გავლენის ინსტრუმენტი. ანუ ყველა ადამიანმა სანამ ვისაუბრებ რეგიონში რა ხდება, ერთი რამინდა რომ ყველამ გაიგოს მათ შორის ამ ეთერიდან, რომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მიდის რეკლამით ამ ორ არხზე, ისინი ასე ვთქვათ, აფინანსებენ რუსული საინფორმაციო ინსტრუმენტის მუშაობას ჩვენს ქვეყანაში. აი ეს არის დღეს ნათქვამი სანქციებით, რომელიც მიიღო დიდმა ბრიტანეთმა. და რა ელის მაგ შემთხვევაში ბიზნეს, რომელიც აი ამ დასანქცირებულს დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ მედია საშუალებაში ძალიან გავამარტივებ, მაგრამ ხო, რეალურად ეგ არის კითხვა. მაგალითად, გააგრძელებს რეკლამის მიტანას, გააგრძელებს ურთიერთობას ბანკი, რომელიც გააგრძელებს ურთიერთობას. ნუ ბატონმა
რომანმა ჩემს წინ ისაუბრა ძალიან ასე ვთქვათ ფინანსურად ძალიან დეტალურად ამაზე, რომ ფინანსური თვალსაზრისით ტექნიკურადაც კი შეუძლებელი იქნება თანამშრომლობის გაგრძელება სანქცირებულ სუბიექტებთან, მოდი ესე დავარქვათ, ეს იმედი იქნება თუ სხვა სანქცირებულ სუბიექტთან ფინანსურ ურთიერთობებში შესვლა ნიშნავს იმას, რომ შენ პოტენციურად ხდები დამრღვევი სანქციების და შესაბამისად შენს წინააღმდეგად შეიძლება ამუშავდეს სანქციების რეჟიმი და ამიტომ არის, რომ ჩვენ ეს ხო გამოვიარეთ უკვე დღეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სამთავრობო თავდასხმის ქვეშ რო არის ბატონი ფარცხალაძე, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც მისი დასანქცირება მოხდა და ეროვნულმა ბანკმა მიიღო სპეციალური ჩანაწერი, რომ ასე ვთქვათ, დაეცვა მისი ინტერესები, გვახსოვს ხო ბანკებმა, რა თქოს, რომ ჩვენ არანაირი, ასე ვთქვათ, ლავირების შესაძლებლობა არ გვაქვს სანქცირებულ პირთან ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, იქ ჩვენ ვემორჩილებით იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც არსებობს ამასთან მიმართებით. ანუ ეხაც მოუწევთ ანალოგიურად. რა თქმა უნდა, ეს არის ანალოგიური ვითარება, ოღონდ მე მინდა რომ ასე ვთქვათ, ეს ტექნიკური საკითხი ერთი არის, რომ ამ სანქცირებულ ასე ვთქვათ, სუბიექტებთან, იგივე ბანკებს თუ სხვას ურთიერთობა ფინანსური გახდება შეუძლებელი, ფინანსური ტრანზაქციების ასე ვთქვათ, განხორციელება სანქცირებულ ადამიანებს, ასე ვთქვათ, ზოგადად და კომპანიებს არ შეუძლიათ, მაგრამ ამას ემატება მეორე საკითხი, რომ თუ გააგრძელებს მაგალითად კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის საინფორმაციო გავლენის ინსტრუმენტის დაფინანსებას საკუთარი შემოსავლებით, რომელიმე ქართული, არ ვიცი, საწარმო თუ ბიზნესი. მან ალბათ უნდა გააცნობიეროს, რომ პოტენციურად ის არის ხელშემწყობი რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასე ვთქვათ, საკუთარი დღის წესრიგის გატარების და ამის გამო სანქცირებული კომპანიის დაფინანსება ცხადია, მათ შორის ხსნის მომავალში გზას იმისთვის, რომ დღის წესრიგში გაჩნდეს საკითხი. მაგრამ აი ნახეთ სალომე, თქვენ თავადვე კი ბატონო, თქვენ თავადვე გაიხსენეთ წეგან ფარცხალაძის შემთხვევა, ხო? რა მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში, რომელიც FSB-ს აგენტად ოფიციალურად არის გამოცხადებული და თავად ქართული ოცნების პროკურატურამ წაუყენა ბრალდება მკვლელობის დამკვეთობაზე სხვა თემებს რომ თავი დავანებოთ. მას გადაეფარა მთელი სახელმწიფო გადაეფარა დანაშაულებრივად და იქამდე გადაეფარნენ სანამ ფარცხალაძემ არ დააბინავა საკუთარი ფინანსები. ანუ ეხლაც ყველა ვარიანტი აქ საუბარია კიდევ ერთხელ ვიტყვი ოცნებისთვის უმნიშვნელოვანესი არის ეს მათი მთავარი არტერია იმედი, ხო? ანუ აქ საუბარია რუსეთისთვის. ხო, ნუ და აქ საუბარი არის რაზე, რომ თუ კი ფარცხალაძის შემთხვევაში გააკეთეს ყველაფერი, ყველანაირ უკანონობას მოაწერეს ხელი იმისთვის, რომ ის მშვიდად გასულიყო ქვეყნიდან დაბინავებული, მშვიდად დაბინავებული საკუთარი ფინანსებით, ახლაც მოუწევთ, ხო, ყველა ვარიანტში, როგორ არა, მე მგონი სხვადასხვა რამეა, ხო, იმიტომ რომ ხო, ახლა არ მიესადაგება ზუსტად სიტუაციას, ფარცხალაძეს ახლა დასაჭერად დასდევს ქართული ოცნება ხო და ეხლა თუ აპირებენ რომ ხვალ იმედი და პოზიტივი დახურონ, მათი მფლობელები ვნახეთ ხო უკვე რომ ჩაეხსნენ, ანუ რუხაძე გაიქცა, ჩაეხსნა ამას. გაიქცა ფიქრო, მე არ ვფიქრობ ასე. მე ვფიქრობ, რომ პოტენციურად გაიქცა ის იმ შედეგებს, თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი რუხაძე ასე მარტივად ჩაეხსნა და გაექცა? არა, ფორმალურად ჩაეხსნა. მე კიდევ ვფიქრობ, რომ პირიქით ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდა, იმიტომ რომ ივანიშვილს რუხაძის ბიზნეს აქტივები არ მგონია რომ დიდად ადარდებდეს, მაგრამ ის პარალელურად ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორიცაა და მგონია რომ ეს კარგად შეთანხმებული გეგმა იყო. არა, ამას ვამბობ, რომ გაექცა სანქცირების შედეგებს. ამას ვამბობ, რომ გაექცა არა ივანიშვილს, არამედ სანქცირების შედეგებს გაექცა. ხო, იმიტომ რომ აცხადებენ, რომ სანქციები არ გვადარდებს, აღმოჩნდა, რომ ორივე შემთხვევაში დისტანცირება მოხდა, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში გაყიდა ტელეკომპანია და მეორე შემთხვევაში ჩაეხსნა მართვას ჯაფარიძე, ხო? როგორც აღმოჩნდა, არ ვიცი მე მედიიდან გავიგე ეს ინფორმაცია. ანუ ისინი ნაბიჯებს დგავან იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები, საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები, საკუთარი დღის წესრიგი დაიცვან, ასე ვთქვათ ამისგან, მაგრამ მე არ ვიცი შემდეგს რას აპირებენ, იმიტომ რომ ფარცხალაძეს დღეს დასაჭერად დასდევენ და იმედს დახურავენ ხვალ როგორც სანქცირებულ საჩვენს მან ძალიან საინტერესო რამ ჩაიდო ერთ-ერთ პირობად, როდესაც ირაკლი რუხაძემ დათმო ვითომ რაც ქვია არც ვიცი გადააფორმა მოკლედ იმედი, იქ ერთ-ერთი პუნქტი
ძალიან საინტერესო იყო ჩაწერილი ასეთი პირობა, რომ არასოდეს იმედმა არ უნდა გააკეთოს რამე რეპორტაჟი რუხაძის საწინააღმდეგოდ. ეს რაღაცნაირი პრევენციასავით ჩაიწერა, მართლა უცნაურია, ხო შენ ყიდი მედია საშუალებას თუ თმობ თუ ჩუქნი რა მნიშვნელობა აქვს, მე მაქვს და ჩუქნი სალომე სამადაშვილს ოღონდ. იქ აუცილებელი ერთ-ერთი პირობა, მახსოვს პირველად რადიო თავისუფლებაზე წავიკითხე. ეს არის ერთ-ერთი, რომ რუხაძეს არ უნდა შეეხოს ცუდად იმედი. ნუ ეხლა მე ცოტა სხვა სიტყვებით მოვხევი, მაგრამ რეალურად ეგ არის. რუხაძე იყო, რომ დღეს გაიხსენეს, ხო, მისი რაღაცა შეშინებული სახით, ცოტათი ისტერიული შეძახილი, რომ თქვენ არიცით სანქციები რა საშინელებაა. მოდით ერთად ნახოთ ასევე რადიო თავისუფლებასთან მისი ინტერვიუდან და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. სანქცია ძალიან საშუალო, ჩვენ არ დაუსანქციებიათ. დაასანქციეს 1-2 ადამიანი რეალურად ფინანსურად და გადავაგორეთ. ძალიან საშუალო ფინანსური სანქციები და თუ არ გჯერებს საშუალო, შეხედეთ რა მოვიდათ რუსებს, რა მოვიდათ იმ ხალხს, ვინც რეალურად დაასანქციეს. ჩვენთან ლაითად აკეთებენ ამ ყველაფერს, საბანკო ანგარიში არ გექნება. ესეც საქართველოში არის, რამისად ნათია თურნამას ველაპარაკებდა და უთხარი, რომ მე ყველას მოვუყევი თქო ირაკლი ხაძე მოვიდა და თქვა, რომ თუ დაგასანქციეს, დაგიხურავ საბანკო ანგარიშს. იმიტომ კი დაუხურავ, რომ არ მინდა. იმიტომ დაუხურავ, რომ ბანკი აღარ იქნება, ლიბერტი ბანკი, როგორც კი დასანქციოს მომსახურება. ვიზა და მასტერკარდთან მიწერია, რომ არ უნდა მომსახურო, ყველა საკორესპონდენტოსთან მიწერია კონტრაქტში, რომ უნდა მომსახურო და უცებო დაიწყონ მასობრივი დასანქციება, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება. საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. პატარა შესწორება უნდა გავაკეთო, მე რადიო თავისუფლებაზე მაქვს მოსმენილი ირაკლი რუხაძის ინტერვიუ და ამერია ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი. და წუხილს და შეშფოთებას სანქციებთან დაკავშირებით და სწორედ სხვა შორის ამ შემთხვევაში უნდა დაეთანხმა, რომ ის ძალიან სწორად აფასებს იმ უზარმაზარ საფრთხებს, რაც უკავშირდება სანქცირებას და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მან შეეცადა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რომ თვითონ ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში თავი გაერიდებინა ამისთვის, იმიტომ რომ ცხადია, რომ მან ძალიან კარგად იცის, რამდენი ახლა სისულელეც არ უნდა აძახონ ამ ვიღაც ახალ გამოჩეკილ სახელებს და გვარებს ვეღარ ვიმახსოვრებს იმართლა რომ გითხრა ქართული ოცნების დღევანდელი სპიკერების, იმიტომ რომ ვინ არიან არავინ არ იცის და მეური და ვიმახსოვრე. დრო და დრო გამოდიან და ახლებიდან კირცხალია გორდულაძე, რომელიც წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს და მახაში. ხო, და ნუ ახლა რაღაც საწოდაობა ხდება, ხო, იმიტომ რომ ეს ხალხი გამოყავთ, რომელიც გაგნებაში არ არის, აზრზე არ არის საერთოდ რა ხდება სოფლიოში, თუ ქვეყანაში. ხო, და აძახებიან რაღაც სისულელებს, ალაპარაკებენ მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, ოღონდ თვითონ ვისაც ჭკუა ეკითხება, ხო, იმიტომ რომ არის ხალხი ქართული ოცნების მხარეს, რომელსაც ასე ვთქვათ, ჭკუა ეკითხება. თვითონ ძალიან კარგად იციან ის საფრთხეები, რასაც ნიშნავს ეს ყველაფერი. არა მხოლოდ ბიზნესებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკისთვის არის ეს საბოლოოდ გამოწვევა და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოსნაირ რეალობაში, საქართველოს ეკონომიკის მოცემულობის პირობებში შეუძლებელია, რომ ეს სანქცირების პროცესი წინ წავიდეს, ასე ვთქვათ, უკვე მასშტაბურად და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მალე შეიძლება ვითარება იმგვარად შეიცვალოს, რომ ევროკავშირმა დაიწყოს ბევრად აქტიური მოქმედება სანქციებთან დაკავშირებით. ეს დაარტყავს მთლიანად მთელს ქვეყანას, მთელი ქვეყნის ეკონომიკას და ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს ესმინდა, რომ რაღაცნაირად გაათვითცნობიერონ, რომ მათ უქმნის საფრთხეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დღეს უარს აცხადებს დაიცვას რა? დაიცვას რა? საქართველოს კონსტიტუცია. შეხოს საქართველოს კონსტიტუციის. მაგრამ სალომე ნახეთ რა მინდა, რადგინდა შეხსენება თქვენ ჩემზე კარგად იცით, პარტიულადაც გადაგაქვთ ეგ თქვენ ზურგზე, თქვენს და სხვებსაც, მაგრამ როდესაც ასეთი მძიმე რეალობის წინაშე დგება ხოლმე ივანიშვილი, მით უფრო ამძიმებს რეჟიმი საკუთარ ქმედებებს, მით უფრო რეპრესიული ხდება, მით უფრო სასტიკი ხდება. ეხლაც აი თუ კი დავაპარალელებთ ხო რაღაცნაირად მაგალითად ხვალ იგივე ევროკავშირის მიმართულებით განხილვა საგარეო კომიტეტზე და დოკუმენტი, რასაც მაკულატურა უწოდა ამ სამიდან ჩემი ჩამოთვლილიდან ერთ-ერთმა და დღევანდელი სანქციები როგორც ჩანს მოიტანს კიდევ უფრო მძიმე რეპრესიებს ივანიშვილისგან და ოცნებისგან. ივანიშვილისთვის არ არის ასეთი მარტივი დღევანდელი
ბრიტანული სანქციები. ჯერ ეს ერთი მის საყვარელ იმედს ეხება საქმე და საყვარელს თავი დაანებეთ, ისინი ასუბსიდირებენ ამ არხს, მთავარი არის მათთვის ამ არხის არსებობა, ხო? და ამას ყველა ვარიანტში მოყვება კიდევ უფრო მეტად დამძიმება. როდესაც ევროკავშირი საუბრობს იმ დოკუმენტზე, თუნდაც ბოლოზე, ახლა რაზეც ხვალ იქნება მორიგი განხილვა, იქ არის სწორედ ამ რეპრესიებზე აქცენტი, რაც ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ივანიშვილმა განახორციელეს ამ ქვეყანაში. ანუ რა მინდა რომ მკითხოთ, ეხლა იმედის დასანქცირება მივაბად პოზიტივი, რომელიც ძალიან პატარა მასშტაბით იმედთან შედარებით, მაგრამ ერთდროულად მათი დასანქცირება, როგორ ფიქრობთ, კიდევ უფრო სასტიკი რეპრესიების სურვილს ხომ არ გაუღვიძებს ივანიშვილს, იმიტომ რომ აგერ გუშინ იყო სასამართლო პროცესი პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე და ეს საქმე სხვა არაფერია, თუ არა უცხო ქვეყნის აგენტობა, თუ არა უცხო ქვეყნის ჯაშუშებად გამოცხადების საქმე. ანუ სალომე სამადაშვილი, რომელიც ჩადის საერთაშორისო პარტნიორებთან, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, უკვე იმხელა ასია მეშინია, რომ ვინმე არ გამომჩეს და იქ ესაუბრება ამ რეპრესიებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში ოცნების მხრიდან, ეს თქვენ გეთვლებათ ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეხლა გუშინ სასამართლოც მიდიოდა, დღევანდელი ბრიტანული სანქციების რეაქციით შეიძლება ციხით დამთავრდეს მართლაც. ძალიან ვრცელი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა რომ ჩამეტია ამ კითხვაში. იცი რა, მე ძალიან გულწრფელად რო გითხრა, ინგა ვფიქრობ, რომ გულწრფელად ამას ვფიქრობ, ივანიშვილმა შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს. მას შეიძლება ეგონოს, რომ რაც უფრო მეც დააშავებს, ხო? არ ვიცი, რაც უფრო მეტ ადამიანს დაიჭერს, რაც უფრო ფართო რეპრესიულ რაღაცა პოლიტიკას გაშლის, მით უფრო მეტი ექნება, ასე ვთქვათ, დასათმობი, როდესაც მოვა რაღაცა დღე, როდესაც ვინმე მას დაელაპარაკება რამეზე. ხო, შეიძლება ის ესე ფიქრობდეს, რომ მე დღეს არ ვიცი, ციხეში თუ ჩავსვავ 10 პოლიტიკურ ლიდერს, ხვალ აი რაღაცა დათმობაზე, იმიტომ რომ მათ რო უნდათ ლეგიტიმაცია, მათ რო უნდათ სჭირდებათ საბოლოო ჯამში ამ გარე სამყაროსთან ურთიერთობები, ეს ხო იკითხება მათ შორის იმ კანონით, რომელიც ახლა იღებენ, რომ რაღაცა გვიგრძელობენ, რომ გამოვაცხადოთ, რომ არალეგიტიმური არის ეს ხელისუფლება და ასე შემდეგ. ანუ მე არ გამოვრიცხავ, რომ მას უნდა რაღაცა ტიპის მოლაპარაკებებში შევიდეს ადრე თუ გვიან და მაგრამ ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩვენ ვიცით, რომ სუის კრედიტის მთელ ამბავს გადაყვა ამ ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებს, მაგრამ მე ერთი რამ შემიძლია გითხრა, რაც ძალიან გულწრფელად მგონია, რომ ესეა, რომ მას დღეს კარგი სვლა აღარ აქვს. ანუ აღარ აქვს მას კარგი სვლა, რომლითაც ის შეძლებს დაუბრუნდეს აი როგორ გითხრა, თუნდაც 20-21 წლის ვითარებას, ხო? აი რომ დღეს არის 2026 წელი, დღეს არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურა, ხო? საერთაშორისო კონიუნქტურა ყოველთვის არსებობს ყველა ხელისუფლების გარშემო და ყველა პოლიტიკური ლიდერის გარშემო. საერთაშორისო კონიუნქტურა ივანიშვილის გარშემო არსებობს იმ დღიდან, რაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და ეს კონიუნქტურა იცვლებოდა სხვადასხვანაირად და ის, რაც მოხდა გასულ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს კონიუნქტურა უკვე იმდენად არის შეცვლილი, რომ ივანიშვილს კარგი სვლა აღარ აქვს დარჩენილი იმ თვალსაზრისით, რომ მან შესაძლოა აღადგინოს ნდობა მის მიმართ დასავლური ქვეყნების, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი სვლა, რაც არის დარჩენილი მისი მხრიდან, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას მე რასაც ვეძახი, უფრო სწორად, უფრო შორსწავალ. კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. რა არის კონსტიტუციური წესრიგი? არის ის პოლიტიკური სისტემა, რაც არის დაწერილი იმ კონსტიტუციის მიერ, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. ხო, იმ რეკომენდაციებშიც პირდაპირ წერია, რასაც გულისხმობს ეს არის გაუქმება ყველანაირი რეპრესიული კანონების, ეს არის ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ხო, ცხადია, ეს იგულისხმება რეპრესიების, ასე ვთქვათ, ეს არის წინაპირობები, რაც წაუხენეს მას მათ
მას ჯობს მხოლობითში ვთქვათ და ამის შემდეგ გადაიხედება პარტნიორებთან ურთიერთობა. ხო, მე ნამდვილად არ ვიცი ამდენ შიდა სამზარეულოზე მის გარშემო ვინ რას ეუბნება, ვის რას პირდება, მაგრამ რეალობა სიმართლე არის ის, რომ რაც უფრო შორს წავა ის როგორც თქვენ ბრძანებთ, რომ შესაძლოა საპასუხოდ რაღაცა კიდევ უფრო გავეშებული რეპრესიების მაგაზე მეტყველებს, რაც კი გაუკეთებია. ეს მხოლოდ უფრო დიდ და ძალიან ღრმა ჩიხში შეიყვანს მას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი რამე იცვლება რეგიონში. მათ შორის ჩვენი მეზობლებისთვის არის უკვე ძალიან დიდი დისკომფორტი ეს რეჟიმი. ჩვენს მეზობლებში გულისხმობ ჩვენს უშუალო მეზობლებს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს. მაშინ, როდესაც დღეს სომხეთში ხდება უპრეცედენტო რამ ხდება, სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზე ევროკავშირი გააგზავნის სპეციალურ მისიას, არა სადამკვირვებლო მისიას არჩევნების, არამედ უსაფრთხოების მისიას, რომელიც იმუშავებს სომხეთის მთავრობასთან ერთად, რომ დაიცვას სომხეთი უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში გვესმის რომელ ქვეყანაზეც არის საუბარი, ჩარევაზე საარჩევნო პროცესში. უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, ვითარება გლობალურად, ვითარება იმდენად არის შეცვლილი რეგიონში, რომ დღეს ივანიშვილი რაც უფრო შორს შევა აი ამ დაპირისპირებაში მე ვიტყოდი ხო ჯიქურ რაღაცა დაპირისპირებაში დასავლეთთან მით უფრო შორს შევა ის კუთხეში საიდანაც გამოსვლა გაუჭირდება მაგრამ რას გულისხმობ სალომე აქამდე ბევრი ცუდი რამე გააკეთოს ხო აქამდე რაც კი გვინახავს ყველა პრობლემის შემდეგ კიდევ უფრო მეტად სასტიკი ხდება რეჟიმი კიდევ უფრო მეტად მძიმე კანონებს იღებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს უშვებს ციხეში ანუ თითქოს შევისწავლეთ ერთგვარად მათი ბუნება მისი ბუნება ოცნება რას წყვეტს რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი ხო და კიდევ ერთხელ გავიხსენებდი მთელი ეს პრობლემები დაიწყო საიდან სუის კრედიტის სკანდალი და ამის მერე დაიწყო ურთიერთობის მაქსიმალურად ჩაძაბვა და ბოლოს საბოლოოდ გაფუჭება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და თქვენ როდესაც ჩადიხართ ესაუბრებით პარტნიორებს შესაძლებელია რომ მარტო თქვენი პარტიის ლიდერებზე ან სხვა პარტიის ლიდერებზე კი არ გავრცელდეს ეს ახალი საქმე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე აი მაგალითად პირადად თქვენზე ყოფილი ელჩი ევროკავშირი რომელიც მათ მიაჩნიათ ყველაზე დიდ მტრად და თქვენ ხართ ელჩი რომელიც ელაპარაკება იმ ხალხს ანუ საერთოდ არ გამოვრიცხავთ ხო კიდევ უფრო მეტად სასტიკი გახდეს ბრიტანული სანქციები რას ნიშნავს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მოცემულობით თუნდაც რაც არის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციის მოცემულობით ინგა მე კიდევ ერთხელ უბრალოდ ამის თქვა მინდა რომ რეჟიმმა შეიძლება ყველაფერი გააკეთოს მაგრამ მე ვამბობ იმას მე რა მიმაჩნია რა გაურთულებს მას ცხოვრებას და რეპრესიების გაღრმავება გაურთულებს ცხოვრებას და არ გაუადვილებს არავის ამ რეჟიმის აქამდე გაურთულა პრინციპში გართულებული აქვს მეც ახლა ძალიან რიტორიკული ეს გართულება ის რა ძალიან სწრაფად ანუ არსებობს რაღაცა წითელი ზღვარი კი არა როგორ გითხრა რაღაც რუბიკონი ხო რომელიც რო გადაილახება მე უკვე რაღაც ძალიან პროგრესულად იწყება უკვე ძალიან სწრაფად იწყება დამძიმება შენი შენს გარშემო ვითარების და მე მგონია რომ რეპრესიების გაღრმავება ქვეყანაში მხოლოდ ამ შედეგს გამოიღებს ამ კონკრეტულად ივანიშვილის რეჟიმისთვის მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ რომ არანაირი გარღვევა არანაირი რეალური ხო ასე ვთქვათ რაღაცა იმედებს თუ მართლა არ ვიცი ვინმე ან ატყუებდა მათ ან თვითონ სჯეროდათ ამ ტყუილის რომ ვაშინგტონში რაღაც ახალი რეალობები იქნებოდა მათთვის სასიკეთო მე მგონი ამას ხედავენ რომ იქაც არაფერი სასიკეთო მათთვის არ ხდება ამიტომ მე იმის თქმა მინდა რომ იზოლაცია ღრმავდება ისედაც ივანიშვილის რეპრესიების გაღრმავება მხოლოდ დააჩქარებს და
კიდევ უფრო მე თვითონვე მეღიმება, როცა ამ კითხვას გისვამთ, მეტი როგორ უნდა გაასასტიკოს კანონები, მეტი როგორ უნდა გაასასტიკონ ქმედებები, მაგრამ ხომ ფაქტია, ერთ დღეს რომ გონია, რომ აი ყველაზე წარმოუდგენელი რაღაც დააკანონეს, მეორე დღეს იმაზე ბევრად უფრო უარეს საკეთებენ. ამას გულისხმობ, აი მე მაქვს ასეთი განცდა, რომ ყოველი დასანქცირების შემდეგ, ყოველი ძიმი ამბის შემდეგ, რაც ეხება პირადად მას უფრო და უფრო მძიმე ხდება მათი ქმედებები ოპონენტების წინააღმდეგ და საპროტესტო საზოგადოების წინააღმდეგ. ხო, ოღონდ ეს არ არის, იცი რა, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამაზე. ანუ კარგია თუ ცუდი ამ ბრძოლის მოგებისთვის თქო, აი ამას ვკითხულობ. იგა მე მგონი ერთი რამე უნდა საზოგადოებას უთხრათ, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ რაღაცა რო გონია, რომ ფსკერია, ეს ფსკერი აღმოჩნდება, რომ უფრო დაბლა არის და სხვათა შორის ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა ჩემთვის ან თქვენთვის, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის ან პოლიტიკოსთვის, ეს საზოგადოების გამოწვევა, იმიტომ რომ აი ეს ხალხიც ხო არ ვიცი, მაგალითად კერძო სექტორში, ხო, რომელიც დღეს ხედან და ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად ეგება ჩუმად ვიყო და აი ეს გაივლის და მე როდემდე გაგრძელდება, უარესი რაღა უნდა იყოს, მოდი ესე ვთქვათ, ხო, აი ვინც ფიქრობს. აი ეს ცრუ იმედი არის ძალიან საშიში რამე, იმიტომ რომ უარესი მართალი ხარ ხო შეიძლება, ანუ უარესი ყოველთვის შეიძლება რომ იყოს. კანონში, კანონით ბიზნესმენი თუ საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებას დააფიქსირებს, ხმამაღლა შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. ამიტომ აი ეს საზოგადოებრივი გამოწვევა, ანუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენ იმ ხალხმა, ვინც საზოგადოებას ვეკონტაქტები თქვენ ჟურნალისტებთან და ასე შემდეგ, რაღაცნაირად მეტად დავიყვანოთ თვითონ მოქალაქემდე, რომ აი ეს ცრუ მოლოდინი, რომ ეს ჩაივლის, ან ეს მე არ მეხება და ვიღაცას ეხება, ეს არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ყველა ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც აი მივიდა ხო რაღაცა ასე ვთქვათ, ერთ დღეში ხوار ხდება ამ ავტოკრატიების ასე ვთქვათ აღმოცენება, კლასიკურ გზას გადიან და დღეს ამ კლასიკურ გზას ადგას ჩვენი ქვეყანა და თვალის დახუჭვა, ვინც არ უნდა იყოს, ეს ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ მე-5 წელი იწყება რუსეთ-უკრაინის ომი და უნდა თქვა აუცილებლად ამ კონტექსტში 2008 წელს რო არ დაეხუჭათ თვალი ბევრს ჩვენს პარტნიორს დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, როგორც დღეს ბევრი აღიარებს, შეიძლება სხვანაირ სამყაროში გვეცხოვრა და სხვანაირ მსოფლიოში დღეს ჩვენ. ბოროტებისთვის თვალის დახუჭვა, ბოროტებისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა ბოროტების გამოვლინებასთან, შენი ქვეყნის შიგნით იქნება ეს თუ ეს იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, მოლოდინი, რომ არაფერს არ გააკეთებ, არ შეეწინააღმდეგები და ეს რაღაცნაირად ჩაივლის და უარესი არ იქნება წინ, ეს ყოველთვის შეცდომა იყო. ისტორიამ ეს უკვე მრავალჯერ აჩვენა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ ვიცი, რაღაცნაირად მე მაინც გონია, ინგა, შეიძლება ვცდები, მე ესეთი განცდა მაქვს, რომ კი არის ნაწილი საზოგადოების, რომელიც არის აქტიურ პროტესტში, მაგრამ ასევე ბევრი ადამიანი მგონია, რომ ცოტა ზედმეტად თავს იმშვიდებს, რომ ამან რაღაცნაირად შეიძლება მას გვერდზე ბოროტებამ შეიძლება მას გვერდზე ჩაუვაროს და ვერ საზოგადოებას უნდა ავუხსნათო და რა ახსნაზე არის საერთოდ საუბარი, როდესაც მსხვილი ბიზნესი არის მთავარი მაცოცხლებელი, მაგალითად იმ პროპაგანდის, რომელიც დღეს დასანქცირდა. მსხვილი ბიზნესი, რომელმაც ზუსტად იცის რა ბედიელის უახლოეს მომავალში თუნდაც მათ ბიზნესს სრული იზოლაცია მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში და ვისაც ჩაიყოლებს კიდევ ეს დირექტივები სამოძრაო რუკა ქართული ოცნების მიერ შემოსაზღვრული და დახაზული არ ვიცი ჩვენ, მაგრამ მათ გადასარევად იციან. ისინი ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს სწორედ ამ პროპაგანდაში. ოღონდ მათ ბევრისგან განსხვავებით, ვიღაც ადამიანმა შეიძლება რომელიც ტელევიზორს არ უყურებს, ან უყურებს მარტო გასართობ გადაცემას, უყურებს მარტო სერიალს, შეიძლება ისე დეტალურად არ იცოდეს რა ელის, როგორც იცის მაგალითად დიდმა ბიზნესმა, რომელსაც ეხლა დაუდგება მოცემულობა. შენ დასანქცირებულ მთავარ მედია საშუალებასთან, რომელზეც დგას ივანიშვილი
და მისი ოცნება აგრძელებ ამ თანამშრომლობას, მაშინ შენც მიყვები მათ, მაგრამ მათ ეს დიდი ხანია იციან, სალომე, უბრალოდ არ იმჩნევენ. მათ იციან ისიც, რომ კანონით სულ მალე შესაძლოა ციხეში გაუშვან, თუ კი ვინმეს რაიმე ნათქვამი არ მოეწონებათ. ან თუნდაც გავიხსენოთ 1 წლის წინანდელი, როდესაც ბიზნესი გამოდიოდა და ღია დაფიქსირებდა საკუთარ პროევროპულ არჩევანს, ეხლა ეს შესაძლებელია უკვე ჩაეთვალოთ საციხო საქმეში, ხო? ისე მართლა კლასიკური გზით მივდივართ რა ქვეყანა, როცა ავტორიტარიზმზეა საუბარი, აი კლასიკური გზა, ხო, როგორ იცი რა, ძალიან სხვათა შორის ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა მკითხა ამას წინათ, რომ სად არის ქართული ბიზნესი? კითხეს. ხო, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ ანუ გაუგებარია თუ ქართული ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ჯერა რომ მისი ბიზნესის მომავლისთვის ზოგადად ეკონომიკური განვითარებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მაშინ უფრო დიდ როლს რატო არ თამაშობენ ამ ქვეყანაში დემოკრატიული საწყისების გადარჩენაში, ეს კითხვა სხვა შორის არსებობს. მაგრამ რაც შეეხება დროულად ხმის ამოღებას თუ დროულ საუბარს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არ დავასახელებ სახელს და გვარს, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყოფილი პროპაგანდისტი ხელისუფლების ძალიან აქტიურად აფიქსირებდა რაღაც საკუთარ პოზიციას, რომ ნუ როგორ თქვა, ასე თქვა, რომ ხო, რაღაცნაირად თითქოს მართებულად მიაჩნია, რომ არის სანქცირებული სამთავრობო მედია საშუალება. მე ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მე მახსოვს წლების წინ, როდესაც მას ვაფრთხილებდი, რომ ის ძალიან დიდ ბოროტებას ემსახურებოდა, როდესაც ეხმარებოდა ამ რეჟიმს აი მტყუილის ტირაჟირებაში, რომ თითქოს და მე მახსოვს ეს საუბარი ბრიუსელში იყო, როდესაც მე მას ვუთხარი გამოსულმა ბრიუსელის ძალიან მაღალი თანამდებობის პირის კაბინეტიდან, რომ როგორ შეგიძლია რომ შენ გააგრძელო ამ მტყუილების საუბარი ღია ეთერში, როდესაც შენ იცი აქ რა ხდება. მე მგონი უხდები. შენ ზუსტად იცი აქ რა გითხრას, იმიტომ რომ შენ გეუბნებიან იგივეს, რასაც მეუბნებიან მე, ჩვენ გვაკარგვინებენ ისტორიულ შესაძლებლობებს და შენ ცდილობ, რომ აი ეს ყველაფერი შეფუთო, შეასაღო ტყუილები ქართულ საზოგადოებას და შენ ამითი პირდაპირ მონაწილეობ ბოროტებაში, რომელსაც შეადის ეს რეჟიმი. და დღეს ეს ადამიანი რო აპროტესტებს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა მისი პროტესტი მაშინ, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა შეიძლებოდა საზოგადოებრივ აზრზე ამ პოზიციის დაფიქსირებით და ეს ჩემი აზრით ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ სწორი აზრის დაფიქსირება გვიან არასდროს არ არის, მაგრამ როდის აფიქსირებ შენ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი შედეგი იმ რეალობაში, რომელშიც ცხოვრობენ შენი შვილები და ამ ქვეყანაში რამდენიმე თაობა. აი ბათუმელებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, წეღან რომან გოცირიძეც საუბრობდა, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100,000-მდე ტონა ნედლი ნავთობის შემოიტანა. ანუ აქ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მედია საშუალებების დასანქცირებაზე, აქ უკვე საუბარი არის ყულევის თემაზე და ეს ერთიანი კონტექსტია, რომელიც გარდაულად მიადგება, ანუ უფრო მძიმე სანქციები და უფრო მძიმე გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს წინ აქვს და ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ სალომე და შემდეგ დაგემშვიდობებით უკვე შემდეგ სტუმარს შემოვუძღვები სტუდიაში. აი ამ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ერთის მხრივ საუბრობთ სრულ იზოლაციაზე, დღეიდან უკვე აქტიურად ვსაუბრობთ აი ამ უმძიმეს სანქციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი ბრიტანეთის სანქციები არ არის უბრალოდ სიტყვის მასალაც რაღაც სანქციები, ეს არის ძალიან სერიოზული სანქციები, რეალობა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ერთმანეთთან გადაბმული კრიმინალი და პოლიტიკური ელიტა და ვხედავთ აი ეს შუა მაგალითად თუნდა მე მაგალითად შოკში ვიყავი მაგ კადრების ნახვით, ბევრ რამეზე მიმიღია შოკი და ერთ-ერთი ეგეც იყო სასამართლოში ორი კრიმინალური დაჯგუფება პოლიციის თვალწინ ერთმანეთს რომ ფიზიკურად ერთმანეთზე ფიზიკურ დაპირისპირებაზე რომ გადავიდა
და ვხედავთ სად ამოუყავით საბოლოო ჯამში თავი, ხო? მკვლელობის დამკვეთად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი, აქ რაღაც კრიმინალური გარჩევები, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირზე მყოფი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და კრიმინალური ავტორიტეტები. ამას საერთაშორისო შეფასებით, საერთაშორისო თვალით და ცხადია, ეხლა აქ არსებობენ დიპლომატები, აგერ დღეს თქვა, ხო, გერმანიის ელჩმა ვუყურებთ, ვაკვირდებითო და ყველა ელჩი უყურებს, აკვირდება. ამას რა შეფასება ეძლევა? ანუ რა ტიპის მმართველობაში ვართ ჩვენ დღეს შესული? ხო, ეცეთ რა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას გონია ქართულ ოცნებაში, რომ არ ვიცი, ვიღაცამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ვინმეს რა ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ ყველა ძალიან კარგად არის ინფორმირებული ყველაფერზე და გაცილებით უკეთესად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამიტომ არის მათ შორის ის, რომ დაიწყო მოძრაობა შესაბამისი, ეს მარტო სიმბოლური ჟესტი არ არის, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უთხრეს, რომ თქვენ ევროკავშირში აღარ შემოგიშვებთ უვიზოთ. ანუ ვიზა რას ნიშნავს, რომ მე უნდა შეგამოწმო და ჩავთვალო, რომ შენ იმსახურებ თუ არ იმსახურებ, რომ ჩამოგიშვა ევროპაში და ეს რომ უთხრეს რეჟიმს. ამითი ამ რეჟიმს უთხრეს ყველაფერი. მათ შორის ისიც უთხრეს, რომ შეზრდილია კრიმინალთან, მათ შორის ისიც უთხრეს, რომ ლეგიტიმაცია მათ ხელში არ აქვთ და მათ შორის ისიც უთხრეს, რომ საკუთარი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენენ და ეხლა მე მაინტერესებს, არ ვიცი, პაპუაშვილი და კობახიძე რას აპირებენ, რომ კენჭის ყრაზე დააყენონ, რომ ლეგიტიმურად აღიაროს ევროკავშირმა მათი დიპლომატიური პასპორტები, იმიტომ რომ დღევანდელი მოცემულობით დიპლომატიურ პასპორტს, როდესაც მე ვუუქმებ უვიზო რეჟიმს, მე შენ გეუბნები, რომ შენ არ წარმოადგენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ეს ევროკავშირმა ეს პირველი ნაბიჯი გადადგა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება თავად ნახავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე ხდება დღეს რეგიონში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ევროკავშირს აქვს საკუთარი ხედვა, სტრატეგია შავ ზღვასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ასე ვთქვათ, უსაფრთხოების განმტკიცებასთან დაკავშირებით, რუსეთ-უკრაინის კონტექსტში ცხადია, რომ საქართველო ასე ვთქვათ, დღის წესრიგში დგება და დღეს ევროკავშირს უბრალოდ არ აქვს არანაირი ფუფუნება, არანაირი შესაძლებლობა რომ თავის ნებას მიუშვას, ასე ვთქვათ, ის პროცესი, რომელსაც დღეს ივანიშვილი წარმართავს ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი დიდწილად განსაზღვრავს რეგიონის მომავალს, ესე არის და არავინ არ აპირებს, რომ ხელდაკრეფილი ელოდებოდეს, როდის ჩააბარებს მთელ ამ რეგიონს უკან რუსეთს ვინმე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ამერიკამ თავისი სვლები გააკეთა ჩვენს მეზობლებთან, ევროკავშირი თავის სვლებს აკეთებს და საქართველოში ერთადერთი ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ის, რომ აღსრულდეს მარტივი რამე, დემოკრატიული ნება, ქართული ხალხის ნება, იმიტომ რომ ქართული ხალხის ნება რო აღსრულდება ამ ქვეყანაში, ქართული ხალხის ინტერესები, დღის წესრიგი და სურვილები აბსოლუტურად ემთხვევა ცივილიზებული, თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ასე ვთქვათ, იმედებს ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. დიდი მადლობა, სალომე, მადლობა. ხო, როგორც რუსეთის მოკავშირე, რეალურად მათი მთავარი საინფორმაციო არხის დასანქცირებაც პირდაპირ ამას მეტყველებს, ყულებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესებიც და ერთიცა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ეს სანქციები მოდიოდა, შესაძლებელია მაგიტომაც გამოვიდნენ ინიციატივით ეგრეთ წოდებული დებატების დაწყების აუცილებლობაზე, მათ შორის რუსთავიორზე, სხვა შეუძლებელია რამით ავხსნათ, ხო, ამ დებატების. ეს ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ნახე რაღაც ის იყო დისკუსია Facebook-ზე, რომ უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა დებატებში, უნდა მიეღოთ თუ არა. არა, იცით რა, აი სწორედ ეს არის, რომ ამ ხელისუფლების საქმე ისე არის წასული, მათ შორის ამ არხების საქმე ისე იყო წასული, რომ მნიშვნელობა არ ქონდა დებატებში ვინ მივიდოდა, ვინ არ მივიდოდა, იმიტომ რომ შეფასება გაკეთებულია ეს არხი რასაც წარმოადგენს, ისევე როგორც, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობა ვიღაცის ან არ მონაწილეობა კი არ შეცვლის ლეგიტიმურობას ამ ხელისუფლების. ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმათთან დაკავშირებით, აზრი არის ჩამოყალიბებული, რას ემსახურება, რას აკეთებს და რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგეს და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოს ეს რეალობა, როგორ დავაყენოთ და არ დავხარჯოთ დრო უაზრო კამათებზე, ჩემი აზრით. ეს არის მნიშვნელოვანი იმაზე, ასე ვთქვათ, ხელს რას უწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამემ შეიძლება ხელი შეუწყოს წყალწარღებულ ვითარებაში მყოფ ხელისუფლებას. დიდი მადლობა.